ჩვენ მქონდა საშუალება გავსაუბრებოდით ბასილ მკალავიშვილს, მან განაცხადა, რომ დღეს ჩაატარა მან პრესკონფერენცია ომბუდსმენის ოფისში და მან საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა იეღოველებთან ალიანსში. და აი ამის შემდეგ, როგორც მკალავიშვილი აცხადებს, თბილისის პროკურატურამ გასცა მისი დაპატიმრების სანქცია. ბასილ მკალავიშვილი აცხადებს, რომ ის არ აპირებს ეკლესიიდან გამოსვლას, თუმცა აქვე აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ პოლიციელები აპირებენ ეკლესიაში შეჭრას. ჩვენ შეგვიძლია ეხლა როგორც ბასილ მკალავიშვილს, ასევე მის მრევლს მოусმინოთ პირდაპირ ეთერში. ამას იძულებული ვიყავი მემხილები და ყველა დაწყებული სააკაშვილიდან დამთავრებული უბრალო პოლიციამბანდის. მე გაქცევას არ ვაპირებ, სანამ ცოცხალი ვარ, არ დავყრი ფარხმარს ამ ანტიქრისტეს მოციქულების წინააღმდეგ და ჯორჯ სოროსის დაქირავებული ხალხის წინააღმდეგ. დღეს მთელი თბილისის გარნიზონი, არა მარტო პოლიციის, უშიშროების, პროკურატურის და შინაგანი ჯარის გამზადებულია, ამჯერად აკახლო იყოფება ჩასაფრებული და სულ წუთში ალბათ მოხდება ჩემი დაპატიმრება. რის გულისათვის? იმისათვის, რომ მე ვიცავ მართლმადიდებელ სარწმუნოებას და ვერ ვზვი კრიმინალურ სექტორს. დილის 7 საათი შინაგანი ჯარი, რომელიც ფარების, ხელკეტების და თეთრსასროლი იარაღებით არის შეიარაღებული, მდანის ეკლესიის ეზოში შეღწევას ცდილობს. თავდაპირველად მკალავიშვილის მრევლი შინაგან ჯარს ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევს. მოგვიანებით შინაგანი ჯარი სამხედრო სატვირთო მანქანების გამოყენებით ეკლესიის ეზოში შეღწევას ახერხებს. ეკლესიას ალყაში აქცევს და თრმსადენ გაზს უშვებს. ამ დროს ბასილ მკალავიშვილი ეკლესიაში იმყოფება. შინაგან ჯარს ეკლესიის კარი ჩაკეტილი დახვდა. დღეს გამთენიისას გლდანში სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა შემდეგნაირად დაიწყო.
ივანიშვილის მრევლს მიღბიანები უმოწყალოდ უსწორდებიან. სამართალდამცველებმა ეკლესიის კარის გახსნა ჯერ შემდუღებლის გამოყენებით სცადეს, თუმცა საბოლოოდ კარი საკუთო მანქანით შეანგრიეს. იყვნენ ისეთი სპეცრაზმელები, ვისაც ეკლესიაში შესვლა და მკალავის გამოყვანა მოუვიდა. ჟურნალისტებს ედიდებოდა ამ კადრის გადაღებისას, როცა იბერიას ოპერატორი ცდილობდა მკალავისლის გადაღებას, სპეცრაზმი ოპერატორს უსწორდება და ტელეკამერა ზიანდება. სპეცოპერაცია დასრულებული არ იყო, როდესაც გლდანში უშიშროების საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები მივიდნენ. ისინი აშკარად კმაყოფილნი იყვნენ. დაგვევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგვეკავებია ეს პიროვნება და ჩვენს დავალება შევასრულეთ. ეხლა სად გადაიყვანენ მას? დროებით დაკავების იზოლატორში და შემდგომ სასამართლო განსაზღვრავს შესაბამისად იმ აღკვეთღონისძიებას, რომელიც მას უნდა შეეფაროს. შინაგანი ჯარის გამოყენება რაც პასუხისგებლად, იმიტომ რომ ვერ გაკეთდა. უსაფრთხოების მიზნით, რა თქმა უნდა, და მათ შორის საზოგადოების და ხალხის. ბატონია, ეს ინფორმაციას მოგაცეთ, აია გაუსწორდნენ ოპერატორებს. აი შინაგანი ჯარი და რამდენად სწორია, როდესაც ჩვენ ვასრულებთ მოვალეობას და მაშინ გვისწორდებიან. აბსოლუტურად არასწორია, სწორედ ახლა როგორც კი შევამჩნევთ. ჩვენი ოპერატორია ნაცვლად. თქვენ წინააღმდეგობა გექნებოდა იმის განკარგულება რომ როცა მანდილოსანი თავს ეცხის სამართალდამცავი იყენებს და ის ქართული ვარიანტი გლდანის ეკლესიაში ზუსტად 8 საათზე დასრულდა. შინაგანი ჯარები გლდანის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.
ყავიშვილთან ერთად დაკავებულია რამდენიმე მხარდამჭერი, 20 ადამიანი კი სასტიკად არის ნაწყავი. 20-30 კაცი არის ჩემზე უარის მდგომარეობაში კიდე. საავადმყოფოში რატო არ მითხარ? აი ხლა ის პროკურატურა და მოსვლები და თვითონ ამათ აკითხეს რომ ჩვენ წავიყვანთ ექსპერტიზაზე. აი მათ ამ წუთში გითხეს და ჩვენ ვაძლიერებთ წასვლას, მაგრამ თვითონ შემოგთავაზეს ეგეთი ამბავი. აი რატო გიწყავდნენ, რა გეუბნებოდ? მამაბასის და ყვანა უნდა და ჩვენ მოწას არ გავადამდით. როგორ შეიძლება ესეთი რამე მართლმადიდებლურ სახელმწიფოში შემოდის ვიღაც უპატრონო ოჯახი რო არ უნდა ოჯახურის თვარ ნახე ესეთ ადამიანი შემოდის და გვანტოს თავის და მოზღურის და ყვანა უნდა ეკლესიიდან ყაჩაღი რომელიც ეკლესიაში შევიდოდა ხელშეუხებელი იყო იმას ხეს არ ახლა კვლენის რო ყოფილიყო ადამიანის კვლენი და საკუთარ სახელმწიფოში საკუთარ ქალაქში ქრისტიანულ სახელმწიფოში მოზღუარი ეკლესიიდან იყო ეს ამართალი იყო როგორ გავატანით აბა შემოსადენი გაზი გაუშვეს არაფერი არ ჩანდა მე მოგვეწენ იქიდან ფარიანი ხალხი მოგმანესახა და აი დაგვიწყეს ჩემმა ვერე უკვე იმდაბი ჩემზე სულ არ გვინდა დარწკალს არ ზბავს არ დის არ პატარა უხტარ ფაქტს გენერალურმა პროკურორმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. რა თქმა უნდა ჩვენ არ გვეგმავდით მის დაპატიმრებას ისეთ ფორმებში როგორც ეს განხორციელდა გამთენიისას მაგრამ სხვა გადაუდებელი აუცილებლობა უკვე აღარ შეიძლებოდა და სხვა მოქმედებით ჩვენ მას ვეღარ დავაპატიმრებდით. სპეცოპერაციას გლდანში ოპოზიციური პარტიების გამოეხმაურნენ პრესასთან განცხადებების სოციალისტებმა, ეროვნულ დემოკრატებმა და აღორძინების კავშირის წევრებმა გააკეთეს. დაშლილი ოპოზიციის გაერთიანებულ კრიტიკაზე ნათია გოგსაძე მოგვითხრობს. პოლიტიკური ორგანიზაციები განცხადებებს აკეთებდნენ და ხელისუფლების მოქმედებას გმობდნენ. ეკლესიაში მყოფი ადამიანების დარბევის ფაქტს პირველების სოციალისტები გამოეხმაურნენ. დღეს თქვენ თითოეულ თქვენთაგანის რედაქციას, თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს ელოდება საფრთხე, რადგან ჯალალედინსაც კი არ გაუკეთებია ის, რაც დღეს გააკეთეს სპეცდანიშნულების რაზმებმა, გაურკვეველი ეროვნების და რელიგიის წარმომავლობის უშიშროების საბჭოს მდივნებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების ბრძანებებით და ხელმძღვანელობით. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ იმგვარ ხელისუფლებას, რომელიც ებრძვის საქართველოს ეკლესიებს, ებრძვის საქართველოს რწმენას და ფეხქვეშ თელავს ქართველი კაცის ყველაზე მთავარ რამეს, ღირსებას. აღშფოთებას ვერ ფარავდნენ ეკლესიაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო ედეპე ტრადიციონალისტები. მათი აზრით ხელისუფლება ძალიან შორს წავიდა და ვეღარ ჩერდება. ჩვენთვის მიუღებელი არის ნებისმიერი საბაბით და ნებისმიერი საფუძველით ეკლესიის შენობის წინააღმდეგ და მორწმუნე ადამიანების წინააღმდეგ აი ამ მეთოდებით გალაშქრება, ის ასე თქვა დარბევა, შენგრევა, სპეცოპერაცია, რომელსაც შეიძლება სპეცოპერაცია მხოლოდ და მხოლოდ ბრჭყალებში ეწოდოს და რაც სინამდვილეში არის ასე თქვა გარკვეული აგრესიის და ძალადობის გამოვლინება ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიმართ, რომელსაც თავისი სარწმუნოებითი მოსაზრებები გააჩნია. როგორი განწყობა აქვს ამ ყველაფრის მიმართ ხელისუფლებას? ხელისუფლება კმაყოფილია. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სამართალმა ყველგან შეაღწია ეკლესიის მიღმაც. იმებს ესეთი რამე არ ხდება არსად სოფლიოში. არსად სოფლიოში არ ხდება, რომ პოლიციას უშენდნენ ქვებს და ეს რჩებოდეს დაუსჯელი. მე დღეს ვარ პირიქით უაღრესად დაკმაყოფილებული, რომ დაპატიმრებულია ერთ-ერთი აღმაშფოთებელი და შემარცხვენელი ქართველი დამნაშავე. არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება კაცი შევიდეს და იქ ვერავინ ვეღარ შეაღწიოს, თქვა სამართალმა ვერ შეაღწიოს ეკლესიაში, ეს დრო ჩაბარდა წარსულს. ასეთი რამ არასოდეს აღარ ხდება ახლა. აბსოლუტურად მესწავლე, ის ხო ის შემთხვევა, როცა ძალის გამოყენება იყო კანონით ნაკარნახევი. რას იზამს ამის შემდეგ ხელისუფლება ჯერჯერობით უცნობია. არც ის არის ცნობილი, რამდენ თანამოაზრეს ამოუყენებენ მკალავიშვილს გვერდით. გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო პარტიის წევრებს იმედი აქვს, რომ დაკავებული მკალავიშვილი ბევრ ცნობილ სახელს და გვარს დაასახელებს. თილი მღვდლის მკალავიშვილის აქციელის უკან ქვეყნის გარეთ არსებული ძალები დგანან, ასეთი კომენტარი ჟურნალისტებთან საპატრიარქოში გიორგი ანდრიაძემ გააკეთა. ის პროცესი, რაც მკალავიშვილის დაჯგუფებას და იაღვევლების დაპირისპირებას ეხება, საპატრიარქოს მიერ ყოველთვის ფასდებოდა როგორც პოლიტიკური დაპირისპირების ამსახველი გარემოება, კონკრეტულად როგორც ერთი ჯგუფის
ყალავიშვილის დაჯგუფების ისე მეორე ჯგუფის იარაღების ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ეს ადამიანი მკალავიშვილი მყავს ხედველობაში, არის აგრესორი, ყველას გვახსოვს ის რა ქმედებებსაც მიმართავდა, მაგრამ ეს ადამიანი გუში ყველა ვნახეთ, როგორ დადიოდა შუა ქალაქში, თბილისის ცენტრში, ომბუდსმენის ოფისთან და თუ კი საჭირო იყო მისი დაჭერა და თუ კი რასაკვირველია ეს აუცილებლობას წარმოადგენდა, თავისთავად ცხადია, იქ უნდა ყოფილიყო ეს პრობლემა, იქვე უნდა აღმოფხრილიყო. ხელმწიფოს და დემოკრატიის და სახელმწიფოებრივი აზროვნების ხარისხი ფასდება იმის და მიხედვით, თუ დამნაშავეს როგორ ექცევა სახელმწიფო, თუ დამნაშავეებს როგორ ექცევიან სამართალდამცავები, თუ რა ხერხებით ექცევიან ისინი მათ. Valerie